Რეგამის კონტაქტში დაიწყება მაქტიკომი განვითარების და გაფართოების ამბიციურ გეგმებზე იწყებს საუბარს მაქტი მომხმარებელს ახალ სრულიად განსხვავებულ სერვისს პირდება. მაქტიკომი ტექნოლოგიური სიახლეების და განვითარების ახალ და ამბიციურ ეტაპს იწყებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ ინოვაციურ ცვლილებებს და ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელის განახლებულ პლატფორმას მაქტიკომი მომხმარებლებს სულ მალე შესთავაზებს. უკვე დაწყებულია სამუშაოები ქსელის გადაიარაღებისთვის და მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი. ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელის განვითარების და გაფართოების მიზნით მაქტიკომმა ინტერნეტ ქსელის სრული განახლების პროცესი დაიწყო. ჩვენ თანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. მათთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები და შედეგად მოხდება ინტერნეტ ქსელის სრული განახლება. მოხდება როგორც აპარატურული ნაწილის, ასევე პლატფორმის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ არის ის, რომ ჩვენი მომხმარებელი მიიღებს უმაღლესი ხარისხის სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ სერვისს. განახლებული ქსელის აპარატურისა და სერვისის მეშვეობით მაქტიკომი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ამისთვის სამოქმედო გეგმა უკვე მზად აქვთ. მაქტიკომს შემუშავებული აქვს განვითარების და გაფართოების ძალიან აგრესიული გეგმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად ბიზნეს ლოგიკის შესაბამისად ცხადია ჩვენი უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინტერნეტ სერვისი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონებისთვის. სიახლეებია მაქტის ტელევიზიის აბონენტებისთვისაც. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მომხმარებლების მოთხოვნები დეტალურად შეისწავლეს და ამის გათვალისწინებით შეადგინეს განვითარების ახალი ეტაპის გეგმა. ინტერნეტ ქსელის მოდერნიზაციასთან ერთად მთლიანად იცვლება IPTV პლატფორმა, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს უკეთესი სატელევიზიო პროდუქტის შევთავაზოთ. ამასთან ერთად შეიცვლება ის მიმღები მოწყობილობები, რომლებიც დღეს IPTV-ს მომხმარებლებს აქვს სახლში დაყენებული. ახალი set-top box-ები უფრო თანამედროვეა, უკვე დატესტილია და ბევრად უკეთესი ხარისხის სერვისის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. ტექნოლოგიურ სიახლეებს და გამარტივებულ მომსახურებას მაქტის IP ტელევიზიის აბონენტები დეკემბრიდან მიიღებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მსოფლიოში პირველად წარმოებული სრულიად ახალი ტიპის პირველი ციფრული მიმღები დატოვებს კონვერს და უკვე 20 დეკემბრიდან მსოფლიოში პირველად მაქტიკომის მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. აპარატურული ნაწილის განახლების გარდა სრულიად იცვლება პროგრამული უზრუნველყოფა, ის მენიუ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გადართავს არხებს გადახვევის და სხვა სერვისებით სარგებლობს, ეს მენიუ სრულიად განახდება და მომხმარებელთვის ბევრად უფრო მარტივად აღსაქმელი და მარტივად გამოყენებადი იქნება მომავალში. მაქტიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით სრულ საკომუნიკაციო სერვისს უზრუნველყოფს და 3 მილიონამდე მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ორი ტიპის ინტერნეტით, მობილური და საკაბელო, ორი ტიპის ტელევიზიით, თანამგზავრული და IPTV, ორი ტიპის ფიქსირებული ტელეფონით, რადიო და საკაბელო და მობილური ტელეფონით. საინფორმაციო საღამო გრძელდება და ღამის კონტაქტის დრო დადგა, ხატია ქვათაძე გააგრძელებდა.